გამარჯობა მეგობრებო, ეს თევზების ვიდეო არის, რომელიც აუცილებლად უნდა დაალაიქოთ და ეს არხი გამოიწერეთ. ამ ვიდეოში კი ძალიან საინტერესო რაღაცები მოხდება და ერთად ვნახავთ. წავედით. მოკლედ, აი ეს ულამაზესი თევზი აღმოჩნდა დედალი. ქვირითობს და შეწყვილდა იმ ცისფერ თევზთან, რომელიც ასევე ულამაზესი არის და დღეს ამ ვიდეოში ახალ აკვარიუმში უნდა გადავსვათ რა. წავედით ვნახოთ ახალი აკვარიუმის სალიფსიტე. მოკლედ, აი ეს არის ჩვენი ახალი სალიფსიტე, ისეთივე როგორც ძველი არის. მეორე დავთქი. აქ არის მხოლოდ გამათბობელი, ტემპერატურას ერთად ვნახავთ, შიდა ფილტრი, რომელიც ცოტათი, ასე ვთქვათ, ფუნქციებით არის, ანუ კერამიკა არის შიგ ჩადებული, საქვირითე კოლოფიკერა და კონუსი და თერმომეტრი, რომ ზუსტად ტემპერატურა ვიცოდეთ ყოველთვის რა. ბიოფილტრი არ მაქვს, იდეაში ამან უნდა შეასრულოს ბიოფილტრაცია. საკმაოდ კარგად არის წყალი, იმიტომ რომ დაახლოებით 3 დღე არის ჩართული მაქვს. თან თავარი აკვარიუმიდან წყალი გადმოვასხი, ნაწილი. ასევე ბუბკები ცოტა ხანი აი ესენი მქონდა. იმის თქმა მინდა რომ წყალი მომზადებულია ასე თუ ისე, თუმცა მაინც შეიძლება რომ პირველი ქვირითობა გაფუჭდეს. ანუ ბიოლოგიურად ცოცხალი უნდა იყოს წყალი რა, ბიობალანსი უნდა იყოს დამდგარი. ღრუბლები სალიფსიტედან გადმოვიტანე. გაურეცხავი, რომ ის კეთილი ბაქტერიები გადაეტანა ახალ ფილტრში, ასევე წყალიც ჩავასხი მთავარი აკვარიუმიდან და ეხლა უნდა გადავიყვანოთ ეს ჩვენი თევზები, რომელიც პროცესსაც გაჩვენებთ, დაჭერის პროცესს, ცოტა არ მიყვარს დაჭერა თევზების, მაგრამ ნახოთ რა ერთად რა გამოვა. როდესაც ახალ ოთახში გადავალ და ახალი სეტაპი მექნება, აკვარიუმიც ახალი მექნება, იქ უკვე კარგად იქნება ყველაფერი მოწყობილი. ყველაფერი მოუწესრიგებელი მაქვს, იმიტომ რომ მალე ახალი სეტაპი მექნება და აი ამ ბადეთი უნდა დავიჭიროთ. მოდი აბა აქეთ ვაჩვენოთ. აი აბა აქეთ. ეს არის მამალი. ინაღამ გაიქცა. ამოყალის პროცესი უნდა იყოს წყნარი. ნახეთ რა ლამაზი ფერი არის, ძალიან ლამაზია. ტემპერატურასაც ვნახავთ ახლა. ტემპერატურა არის 30 გრადუსი, რაც not bad. მამალი უნდა დავიჭიროთ, რომელიც უფრო დიდი არის ვიდრე ის დედალი. მე ორი მამალი მყავს, აი ნახე იქით. ის უფრო პატარა არის. ასე ვთქვათ, მეტად ზრდასრული. გამოვაგდე იქით. გადასმა წარმატებით განხორციელდა. აქ იქნებიან ალბათ 1-3 დღე და მერე დადებენ ქვირითს, იმიტომ რომ ახალი ნაქვირითები არიან თავარ აკვარიუმში. აი ასე გამოიყურებიან, ჯერ სტრესში არიან და ნახოთ დავაკვირდებით რა, ვიხილავთ ერთად ამათ ქვირითობასაც და შევხედავთ. ცოტა დავიღალე, თუმცა თავარი თემა მანამდე იყო მოგვარებული, სანამ გადავსვავდით, ანუ აკვარიუმის მოტანა, გამზადება წყლის და ასე შემდეგ რა. რომ არ გამოტოვოთ შემდეგი თევზების და აკვარიუმების ვიდეოები, აუცილებლად გამოიწერეთ ეს არხი და დაალაიქეთ ეს ვიდეო და კომენტარებშიც რაიმე კომენტარი დამიტოვეთ, რომ რა ვიცი, თქვენ რა თევზები ყავთ და ასე შემდეგ. აბა